აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძე კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ ძირითად საჭიროებებს პირადად გაეცნო და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში იგეგმება. აფხაზეთის მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ჩვენ დევნილ მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით დღეს ქალაქ ბორჯომში შევხვდით კომპაქტურ ჩასახლებაში ჩვენ დევნილ მოსახლეობას, განვიხილეთ მათი სოციალური მდგომარეობა, საჭიროებები, ინფრასტრუქტურული გამოწვევები და საომალოდ ჩვენი მიზანია, რომ ყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ გამოწვევებზე და აფხაზეთის მთავრობის მიზანია ზოგადად უკეთესი სოციალური პირობები შეუქმნათ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად გაიარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, ასევე ჩემთან და ბატონ დავით ფაცაციასთან ერთად მოსახლეობის გამოწვევები, არსებული პრობლემები, კონკრეტულად ისაუბრეს საყოფაცხოვრებო პირობებზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ბევრი რამე გვაწუხებს და ყველა ჩვენი რაღაცები რაც გვჭირდება გავზიარებთ და ყველაფერი გულთან მიიტანეს და ყველაფერს მოაგვარებენ შეძლების დაგვარად.